დედა ზრუნავს თავის შვილებს. ყველგან ესეა ცოცხალ ორგანიზმში. ანუ ძუძუმწოვრებში ყოველ შემთხვევაში ფაქტია, ხო? გელი, რა ვიცი, ძაღლი, კატა როგორ ზრუნავს ინსტინქტების დონეზე. მამები ძალიან ზრუნავენ დღეს, ეხლა უკვე ძალიან. ხო და ზუსტად მაგას ვამბობ. მამები ზრუნავენ სოციალური როლიდან გამომდინარე და დედები ინსტინქტურით. ეს ცოტა განსხვავებული სოციალური როლია ახლა. მამები ზრუნავენ თუ ცხოველთა სამყაროში შეხვდათ ტერიტორიაზე, თავის ტერიტორია შემოფარგლულია, თავისი რაღაცები თავისია, მოკლედ და ესეთი რაღაცაა, ხო? დედის მიმართ, როგორც პირველი უსაფრთხოების, პირველი კონტაქტის, დედა აძლევს საკვებს, დედა აძლევს სითბოს, სრული უსუსური როა, სრული უსუსური მაშინაა მის გვერდზე დედა. და მამას იცნობს მერე. ჯერტი შვი ბავშვიც რო ავიღოთ, ხო? დედა კაი, ახლა გაიგო ვიღაცა ხარ, აჭმევ, ასმევ, ზრუნავ, ხედავს. ახლა მოვიდა ვიღაცა, რა ვიცი, წვერებიანი ტიპი, ხო, ხედავს, არ იცის ვინაა. ამიტომ მამის როლი ბავშვებთან მიმართებაში არის ხოლმე დამსახურებული. უფრო. დამსახურებული რას ნიშნავს? შენ არ არის საკმარისი რომ გააჩინე. შენ კიდე მოდი ესე ვთქვათ, კაი ტიპი უნდა იყო და კაი მამა უნდა იყო.